ქართულ ხალხს სპორტი ძალიან უყვარს. განსაკუთრებით ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და რა თქმა უნდა, ჭიდაობა. სადაც ქართველი ხალხის საბრძოლო ხელოვნების ელემენტებია ჩაქსოვილი. ისტორიულად, საქართველო ცნობილია თავისი სპორტული კულტურით. უძველესი ქართული სამეფო, იბერია, ცნობილი იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით. შემდგომ საუკუნეებში კიდევ უფრო განვითარდა საბრძოლო სპორტული კულტურა. დიახ, საბრძოლო სპორტული კულტურა. საქართველო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში სამხედრო ყაიდაზე იყო მოწყობილი და ცხადია, რომ მეომრების აღზრდა ბავშვობიდანვე სხვადასხვა საბრძოლო მეთოდებით ხდებოდა. სამხედრო სწავლება ინდივიდუალური პროცესის სახეს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით კოლექტიური სწავლების ფორმებსაც იძენდა, რაც ძირითადად რაინდული ტურნირების, სხვადასხვა სპორტული თამაშებისა და ნადირობის ორგანიზებაში გამოიხატებოდა. ამ ყველაფრით ქართველი მეომრები იძებდნენ კოლექტიური მოქმედების უნარჩვევებს, რაც ბრძოლების საწარმოებლად აუცილებელი პირობა იყო. მეომრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფიზიკურ მომზადებაში, ჭიდაობაში, ფარიკაობაში, შვილდოსნობასა თუ ჯირითობაში. ამ შეჯიბრებების დროს წარმოიქმნა უამრავი ქართული სპორტული სახეობა. ამჯერად მე მოგიყვებით უძველეს ქართულ სპორტზე, სახელად ცხენბურთზე. ცხენბურთი საქართველოში უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეს მეტად საინტერესო ეროვნული თამაში ქართველი ხალხის საყვარელ გართობად ითვლებოდა. თამაში მიმდინარეობს ორ გუნდს შორის. თითოეულში 6 მონაწილეა, ხის ჩოგნით და ბურთით. სათამაშო ადგილი წარმოადგენს დაახლოებით 150 მეტრის სიგრძისა და 75 მეტრის სიგანის მოედანს, თუმცა უფრო დიდი მოედნის შერჩევა შეიძლებოდა. ორ ჯგუფად დაყოფილი მოთამაშენი ცდილობენ ჩააგდონ ბურთი მოწინააღმდეგის მაყაში, ანუ კარში. ყველა მოთამაშეს უფლება აქვს თავისუფლად იმოძრაოს მთელს მოედანზე. ჩოგნის გამოყენება შეიძლება როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. აკრძალულია ჩოგნის დარტყმა მოწინააღმდეგე მხედარსა და ცხენზე. გამარჯვებულად ჩაითვლება ის გუნდი, რომელმაც მეტი ბურთი ჩააგდო მოწინააღმდეგის მაყაში. ერთი შეხედვით უხიფათო თამაში ჩანს, თუმცა ეგრე ნამდვილად არ არის. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, საქართველოს მეფე გიორგი მეოთხემ უფლისწულობის დროს ცალი თვალი ცხენბურთის თამაშის დროს დაკარგა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ყველაზე მეტად არის გავრცელებული სპორტის ეს სახეობა. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის მიხედვით, თამარის არმია მშვიდობის დროს ნადირობით და ბურთაობით იყო დაკავებული. როდესაც თამარის კარზე სტუმრად იმყოფებოდა შირვანის ტახტის მემკვიდრე ამირ მირმანი, მას და მის მხლებლებს ზაქარია მხარგრძელმა და სხვა ქართველმა დიდებულებმა ცხენბურთის მატჩი გაუმართეს. ამგვარი სპორტული სახეობები უამრავია საქართველოს ისტორიაში. ზოგიერთი ხალხისთვის ცნობილია, თუმცა ზოგიც ჩვენს გამოჩენას და ყურადღებას ელის.